მსოფლიოს მასშტაბით ბოლო 3 წლეულში 50 წლამდე ადამიანებში ონკოლოგიური დიაგნოზის მქონეთა რაოდენობა 80%-ით გაიზარდა. ასე ამბობს ამ საკითხზე ჩატარებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევა. BMJ ონკოლოგიაში გამოქვეყნებული სტატიის ავტორებმა 209 ქვეყანა და 29 სხვადასხვა ტიპის ონკოლოგიური დაავადება შეისწავლეს. თუმცა დარგის სპეციალისტები ჯერ კიდევ ცდილობენ ახალგაზრდებში ონკოლოგიური დაავადებების მატების გამომწვევი მიზეზების დადგენას. კვლევის შედეგებსა და კიბოს გამომწვევ მიზეზებზე ონკოლოგი ლაშა თურქიაშვილი გვესაუბრა. მისი თქმით, კვლევაში ნაჩვენების ზრდა შესაძლოა ორგვარად აიხსნას. ერთის მხრივ ეს არის არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ხოლო მეორეს მხრივ ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს ტექნოლოგიურ განვითარებას, რომელიც კიბოს ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტიკას აადვილებს. ისევე ეს დაავადებები, ასე ვთქვათ, ჭყალებში იბრძვიან თვითგადარჩენებს, რაც მეთოდს იგონებს კაცობრიობა ეფექტური ბრძოლის ამ დაავადებებთან, მით მეტი სახეცვლილებას განიცდის ეს დაავადებები. ეს დაავადებებიც ებრძვის თვითგადარჩენისთვის იმ გარემოს, რა გარემოში ხდება. ამიტომ შემოწმებების რეჟიმიც ახლა უფრო სხვანაირად ხდება. თუ თქვათ მაგალითად რომელიმე ორგანოზე ეგრეთ წოდებული სკრინინგ შემოწმებები იწყებოდა ზოგჯერ 65-70 წლის ასაკის მერე, 60 წლის ასაკის მერე. ეხლა მთელ მსოფლიოში უმეტესობა განვითარებულ ქვეყნებში ან სკრინინგის ასაკმაც დაიწყია. ანუ შემოწმებები იწყება უფრო ადრე, ვიდრე წინა წლებში, იმიტომ რომ დაავადების ადრეული გამოვლენების სიხშირე მოიმატა. დიდი რაოდენობით არის სამწუხაროდ ონკოლოსნეულებათა რიცხვი საქართველოში, იმიტომ რომ ონკოლოგიური ცენტრები რაც არის საქართველოში ყველა აი საკმაოდ დიდი დატვირთვით მუშაობს. მოიმატა უბრალოდ ადრეული ტექნიკის განვითარებასთან ერთად დიაგნოსტიკის მეთოდები დაიხვეწა და ადრეულ ეტაპზე ხდება დაავადების გამოვლინება. ეს უნდა ჩვენ ორგანიზმი ჩვენ თვითონ მოусმინოთ იმ რეკომენდაციებს, რაც არსებობს. შეიყვარეთ თქვენი თავი და მოусმინეთ თქვენ ორგანიზმს. კვლევის თანახმად რამდენიმე ქვეყანაში, როგორიცაა ლატვია და ლიეტუვა, საპირისპირო ტენდენცია აღინიშნება. ამ ქვეყნებს შორისაა საქართველოც. კვლევაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში ონკოლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებულმა სიკვდილიანობამ 30%-ით დაიკლო. ლაშა თურქიაშვილის თქმით, ეს სტატისტიკა შესაძლოა ადრეული სკრინინგით აიხსნას. რეგულარული სკრინინგი, ადრეული ასაკიდან სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. ექიმები თანხმდებიან, რომ სწორედ ეს არის ყველაზე სანდო გზა ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკის შესამცირებლად.